მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გზის პრობლემებს უჩივის. ისინი აცხადებენ, რომ ზამთარსა და ზაფხულში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზაზე გადაადგილება საკმაოდ რთულია. მოუწესრიგებელი გზები ქმნის ბარიერს, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე მძღოლებისთვისაც. ამასთან აღნიშნული გზები იწვევს საცობსაც. მოუწესრიგებელი გზები საცობს იწვევს, მაგალითად, სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ აღწევს თავის დროზე ოჯახებში. მეც ხშირად დავდივარ რაიონში და საცობის გამო სახლში გვიან მივდივარ ხოლმე. კარგი იქნება თუ მოგვარდება ეს პრობლემა. მარნეულის ზოგიერთ ქუჩაზე გზები არაა კარგ მდგომარეობაში. ჩემთვის პირადად ასეთი გზები ქმნის ბარიერს, რადგან ჩემი სამუშაოს წინ, ჩემი ოფისის წინ მიმდინარეობს გათხრითი სამუშაოები და ძალიან რთულია. იმედი მაქვს მალე მოგვარდება ეს პრობლემა და მოწესრიგდება გზები. ჩვენი უბანი უარეს დღეშია, ნაპრალებია ყველგან და რთულია. ეს ვერ დავდივარ. მანქანით ვერ დავდივარ საერთოდ და რა ვიცი, ფუჭდება თავისთავად ფუჭდება მანქანა. ძლივს დავდივარ. ამ პრობლემასთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა, როდესაც მან მარნეულის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის რამალ აჰმედოვის შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, გზის პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტის დასრულება. უკვე მომზადებულია მოსასფალტებლად და რამდენიმე დღეში სამუშაოებს აწარმოებს გაერთიანებულ წყალმომარაგება, იცით, ამ სამუშაოებს არ აწარმოებს არც მერი, არც გამგებლობა, არც საკრებულო გასული. და ხდება ცენტრალური აუზების შევსება და ძალიან დიდი ის არის მაგ ტევადობა 10,000 ტონას მოგროვება ხდება, რეზერვუარია და შემდგომ რამოდენიმე უახლოს პერიოდში საერთოდ ფიქრობენ, რომ ახალი ქსელის ჩართვა მოხდეს. ამიტომ როცა დაიტესტება და შეხედავენ, რომ სადმე რამე ხარვეზი არ არის, ამის შემდეგ მოხდება. ეს უკვე გამზადებულია მოსასფალტებლად. იმიტურა ეს სამუშაოები მოხეშილია და სადაც დარჩენილია იქ ქუჩები სამუშაოები სადაც მიმდინარეობს იქაც ანალოგიურად მოხდება. წეს ჩვენს ინტერესებად შედის რომ ყველა ქუჩა დასრულდეს და მოასფალტდეს, იმიტომ რომ წლებია რა თქმა უნდა სამუშაოები მიდის და ჩვენს გვაწუხებს ეს რომ დროში გაიწელა. ამიტომ კიდევ ვიმეორე ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ვინც არის შემოგარი კომპანია და ეს ინფორმაცია გვაქვს ჩვენც უახლოეს დღეებში ტესტირების შემდეგ მოხდება ამ ქუჩების მოასფალტება დაიწყება.